ერთ ძალიან კარგ ანეკდოტს ვიტყვი იმერლებზე. აბა, მოგეხსენებათ ხა კახეთი დიდია. და ლაგოდეხის რაიონში იმერლები არიან ჩასახლი, სულ იმერლები, იმერლები. აქცენტითაც იმერულად საუბრობენ. ყველა აქცენტიას მართლა იმერულად საუბრობენ და მოგეხსენებათ ეს ლაგოდეხის კიტრი ყველასთვის ცნობილია რა და სეზონი რომ მოვიდა ერთ-ერთმა ჯიგარმა იმერელმა, ლაგოდეხელმა იმერელმა მოიყვანა ეს მოსავალი, აიღო რამე ყველაფერი და ველის ციხეში კაი საკვირაო ბაზარი გვაქვს რა. კი ბატონო. ცნობილი საკვირაო ბაზარი გვაქვს და ეს კიტრი გამაიტანა კაცო და უნდა გახიდოს. ოღონდ ამას ახლა ეს კილოობაში რაღაცები ეზარება და მეშოკით აქვს სამსე რა. მეშოკით სამსე ყველა. ოპტავა იყიდეს ახლა ეს ნერვი არა ახლა ეს წავიდე დოზა ოგი ულპება კაცო და ისიც უნდა კეთო წამანი. ხო და ერთი აბუეტი კაცი ყო შავარდა ბაზარში მიდის მოდის რაღაცა და მივიდა ამასთან რა. რა ღირსო კიდე. ამან უთხრა რაღაც გარკვეული თანხა და ფასიო კარგიაო. მაგრამ ფასიც კარგია გემოცო, გოთ ნახეო. არა ნახო ამ და მისაო, რამდენი წალიდება მე შოქში, რა. რა ვიცი, მე რა ზოგში რამდენი და ზოგში მე რა ვიცი რამდენი წალიდება. ეს ატყდა რა სამგლე გოჭი. გინდა თუ მითხრა რამდენი იდეო. ვეუბნებ, ზო არ ვიცი. რა გინდა ვიძე გამადები, თავი რა არ ვიციო, რა ვიცი რამდენი. ჯო არ მოეშვა რა. არ მოეშვა. და მოდი ახლა ზოთი. აი ნათესე ვიცი რამდენი ყავა. აბა საიდან მეცუდინებო. ხოდა ხა მე შენ კაი რამის გეტყვი რა. ეხლა აიღეთი ორი მეშოკიტრი წაიღეო. შენ მაინთი არ მინდაო. საერთოდ ტრაკი გოგეთეო და იმასაც დათვლი და იმასაც გაიგებ რამდენი საერთოდ შეგაშენდე. და გამიხურე საქმეო.